საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ მათ ეგრეთ წოდებული სასამართლოს მიერ მიესაჯათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. დაკავებულები ამჟამად იმყოფებიან დე-ფაქტო უშიშროების სამსახურის იზოლატორში. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორობის ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება. საქართველოს მოქალაქეების მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასრულ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა ქართველი ექსპერტ-ანალიტიკოსი შმაგი სამხარაძე. მისი თქმით, მსგავსი რეიდები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ დე-ფაქტო ძალოვანი უწყებების ძალის დემონსტრირების ჩვენებას ემსახურება. აღნიშნული ფაქტი ეხმიანება, ასე ვთქვათ, მარიონეტულ რეჟიმის მხრიდან იმის ჩვენებას, თითქოს და თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურა, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო სტრუქტურა, შემოვიცით, რომ ბოლო 2 კვირაში ჩატარდა წვრთნები და ასევე მოხშირდა რეიდები გალის რაიონში. ეს პრაქტიკა არ არის ახალი. ეს ტარდება მაშინ, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ დაანახონ, ასე ვთქვათ, ადგილობრივ მასწავლებლებს, რომ სახელმწიფო მუშაობს, ეგრეთ წოდებული მთავრობა მუშაობს. სოციალურ ქსელებში ყველას, ასე ვთქვათ, ერთგვარი რეაქცია ჰქონდა. ფილიკი გამოიწვია, გამომდინარე იქიდან, რომ იპოვეს, რამოდენიმე იარაღი ამ ჩხეკისას და ასევე დამატებით $100 ეკვივალენტის $1 კუპიურები, რაც, ასე ვთქვათ, ძალიან კომიკურად გამოიყურებოდა და შესაბამისად სოციალურებში, ტელეგრამ არხებშიც ანალოგიური რეაქცია მოყვა. ყოფილი მეორე საარმიო კორპუსის 24 ბრიგადაში შემავალი შენაერთების მეთაურები და მოადგილეები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ. ჯანდრი უბირიამ შეკრებილ საზოგადოებას დეტალურად გააცნო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრატეგიული გეგმები და ამოცანები. განიხილეს ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს. შეხვედრაზე აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარემ ანზორ მარგიანმა ვეტერანებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხზე ისაუბრა. 24 ბრიგადის მეთაურები შევიკრიბეთ ბატონ ჯანი უბირიასთან ვილაპარაკეთ, რაც ეკუთვნით სოციალურად და სახმარებლად სამედიცინო დახმარებები, რაც არ იცოდნენ, გაერკვნენ და კარგი იყოს რაოდენობის შეხვედრა, რომ მეომრებმა გაიგენ მათი უფლებები და რა ეკუთვნით კანონიერად. ვილაპარაკეთ სხვადასხვა საჭიროებათა საქმეებზე. ეს ინიციატივა წამოვიდა 24 ბრიგადის ყოფილი შენაერთების ხელმძღვანელებიდან. აქ ესწრებოდა ბრიგადის მეთაურის მოადგილეები, ბატალიონის მეთაურის მოადგილეები, აინტერესებდათ თუ რა საქმიანობას ახორციელებს ვეტერანის საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ვინაიდან მეც მათი თანამებრძოლი ვარ, მეც 24 ბრიგადიდან ვარ. და მივაწოდეთ ინფორმაცია მთელი მიმართულებების შესახებ, რას სახელმწიფო სამსახური აკეთებს ვეტერანების მიმართ, მათი ოჯახების მიმართ. აფხაზურ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა განცხადება, რომლის ავტორებიც პროტესტს გამოთქვამენ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჟურნალისტებისა და პროფესიონალი კადრების დათხოვის გამო. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ადგილი აქვს უსაფრთხოების სამსახურში ძველი პროფესიონალი კადრების დათხოვნას და მათ ადგილზე ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ნათესავების, გამოუცდელი კადრების დასაქმებას, რომლებიც მზად არიან ბჟანიას უკანონო დავალებები უსიტყვოდ შეასრულონ. განცხადების ავტორები მოუწოდებენ ეგრეთ წოდებული
უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას დაკავდნენ თავიანთი პირდაპირი მოვალეობის შესრულებით. აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ ოპოზიციური პარტიები. ჩვენთან საუბარში ექსპერტ-ანალიტიკოსი გოჩა გვარამია აღნიშნავს, რომ მსგავსი მიდგომა ოკუპირებული აფხაზეთისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ეგრეთ წოდებული მთავრობების პერიოდში იქ ყოველთვის კლანური წესით მოქმედებენ. ექსპერტი აღნიშნავს, რომ პროცესები განსაკუთრებით გააქტიურებულია ახლა, როცა დე-ფაქტო არჩევნები კარსაა მომდგარი. ოკუპირებული აფხაზეთი საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ასე იყო ყოველთვის კლანური წესით ცხოვრობს ნებისმიერი მთავრობის ეგრეთ წოდებული მთავრობის პირობებში კლანური ჩამოყალიბება იყო კლანური წესით ჩამოყალიბება იყო ხელმძღვანელ თანამდებობებზე განსაკუთრებით ეკონომიკა ფინანსები უსაფრთხოება აი ამ მიმართულებებით დღეს არსებული რეჟიმი რუსეთს აწყობს აქაც რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე პირველი რომ უკვე მიჩვეულია ამ რეჟიმს და აწყობილი აქვს მასთან ურთიერთობა და ახლის მოსვლით მას ნამდვილად ისევ თავიდან ექნება ურთიერთობები დასალაგებელი ამ რეჟიმის მონდომებით იგი მას გააქვს თავისი სასურველი კანონპროექტები ამ პარლამენტში და ეხლა ახალი რომ მოვიდეს ვიღაცა ისევ თავიდან დაწყება ისევ მათთან მოლაპარაკებები საკმაოდ დიდ დროს წაართმევს და ეს დრო რუსეთს უკვე პრაქტიკულად არ აქვს. რაც შეეხება იმ კრიტიკას, რომელსაც ოპოზიცია თითქოს ამ კანონებს ეწინააღმდეგება და ეს ჟანიას კლანურ მართლობას უდებს ამას საფუძვლად აგარ ნებისმიერი ხელისუფლება იქ რომ მოვიდეს ან ხელისუფლებაში ნებისმიერი პიროვნება რომ მოვიდეს იგი იგივე პროცედურას ჩაატარებს იქ აი სახელმწიფო მართვის სტრუქტურის ჩამოყალიბების კუთხით და თავის კლანის წარმომადგენლებს მოიყვანს იქ არ იქნება ისევ პროფესიულ რაღაც ხაზგასმაზე და ასე შემდეგ ისე იგივე სიტუაციას მივიღებთ უბრალოდ X პიროვნებას თავისი კლანური წარმომადგენლობით ჩაანაცვლებს Y პიროვნება თავისი კლანური წარმომადგენლობით არაფერი არ შეიცვლება ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესმდივანი თეოლინა აგრბა შვებულებაში გავიდა და ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგეი კლიასურმა შეცვალა. ამის შესახებ თეოლინა აშბამ თავად განაცხადა. წერს ტელეგრამ არხი რესპუბლიკა აფხაზსკი პორტალზე დაყრდნობით. მართალია სერგეი კლიასურმა აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით უარყო, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი შემთხვევები აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური წრეებისთვის უცხო არ არის. ჩვენთან საუბარში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურას მჟავია აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები ოკუპირებულ აფხაზეთში ხშირია, როდესაც აფხაზ ეგრეთ წოდებულ მაღალჩინოსნებს რუსი პოლიტიკოსები ანაცვლებენ. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ფაქტია, ამ გადანაცვლებებით დე-ფაქტო აფხაზეთში პოლიტიკური სურათი არ იცვლება და არ ახალია ის, რომ იქ მიმდინარე ყველა პროცესი რუსეთისგანაა მართული. ასეთ ცვლილებებს მუდმივად ჰქონდა ადგილი აფხაზეთში და ახლა შეცვლის თუ არა თუმცა ეს მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ ადგილია პრესმდივანი პრეზიდენტის ალბათ რაღაც გარკვეული დავალებებით არის შემოსული თუ კი მოვიდა ის პიროვნება მას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ალბათ ის ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნები რომელიც გველის და მზადება ამ საპრეზიდენტო არჩევნებისათვის გამოიკვეთა რაღაც გარკვეული პიროვნებები რომლებიც ალბათ ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან იმ კანონმა რომელიც კანონიც ეგრეთ წოდებული აპარტამენტების შესახებ რომელიც გაწვეული იქნა ეს იყო ის გარკვეული თვალსაზრისით ალბათ ის აშინაო დავალება რომელიც არ იქნა შესრულებული აფხაზეთში ამიტომ მას გარკვეული ცვლილებები თავისთავად ცხადია მოყვება და შესაძლებელია ის ცვლილება რაზედაც თქვენ ეხლა ხან შემეკითხეთ შესაძლებელია აი ეს ნაწილი იყოს რაღაც მისი შემადგენელი ნაწილი იყოს ის სეგმენტი იყოს იმ დიდი ცვლილებებისა რომელიც ცვლილებებიც ალბათ იგეგმება კრემლში და ხორციელდება აფხაზეთში როგორც წესი 267 კანდიდატიდან 93 აბიტურიენტი ჩაირიცხა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში კვოტებით, რომელსაც აფხაზ ახალგაზრდებს რუსეთის ფედერაცია სთავაზობს. აღნიშნული ინფორმაცია გააჟღერა როს სოტრუდნიჩესტვოს წარმომადგენელმა ოკუპირებულ აფხაზეთში ეკატერინა ვლასოვამ. დე-ფაქტო აფხაზეთში განათლების სისტემის რეფორმას წლებია რუსეთი აქტიურად ახორციელებს. ექსპერტ-ანალიტიკოსი გოჩა გვარამია ამ ფაქტის შესახებ რამდენიმე საყურადღებო ვერსიას გვიზიარებს.
პროექტები, რომელსაც რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ახორციელებს, ესეც ახალი რამე სიახლე აქ არ არის, ეს წლებია უკვე მიმდინარეობს. ამან საკმაოდ გააქტიურება გააქტიურება გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ინალარძიმბა დაინიშნა საგარეო საქმეთა, ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრად. რუსეთი პრაქტიკულად ამითი საკუთარ კადრებს ზრდის სამომავლოდ, რომელიც მომავალში თუ ისინი აფხაზეთში ცხოვრობენ, შემდეგ დაუბრუნდებიან აფხაზეთში და იქ ცხოვრობენ და იქ განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგაც კი ესენი საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენენ იქნება ერთიანი საქართველოსთვის, ვინაიდან შემდგომ უკვე აწლეულობის შემდგომ ეს ახალგაზრდები იქნებიან უკვე დასრული პიროვნებები საკმაოდ ისეთ ასაკში, რომლებიც მოვლენ სახელმწიფო სტრუქტურებში და უკვე ისინი იმ გამოზრდილი პოლიტიკით ისარგებლებენ თავიანთ საქმიანობაში, რომელსაც რუსეთი ჩაუდებს. აქ კიდევ ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ ეს პროექტები ძირითადად რუსეთის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირდება.